მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბეტაძე გაგაცნობთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას მსოფლიო მედია ეხმაურება. ილია მეორის გარდაცვალება და დაკრძალვის ცერემონიალი არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ გააშუქა. უცხოური მედია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში გლოვა ღრმად ეროვნული ხასიათის იყო. როგორც როიტერი წერს, კვირას საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ილია მეორესთან გამოსამშვიდებლად უამრავი მართლმადიდებელი ქრისტიანი შეიკრიბა. ისინი გლოვობდნენ სულიერ რიდას, რომელიც ეკლესიას ხშირად მღელვარე ისტორიის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ფრანს 24 ყურადღებას რუსეთის გავლენის ზრდის შიშზე ამახვილებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ილია მეორის გარდაცვალებამ ქვეყანაში, სადაც ეკლესიის გავლენა მაღალია, გამოიწვია სპეკულაციები, რომ მას რუსეთთან დაახლოებული კანდიდატი შეცვლის. საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც ეპოქალურ ფიგურად მოიხსენიებენ, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ სათაურით დაწერა სტატია Associated Press-მა. პატრიარქის გარდაცვალებაზე დაწერა ასევე ევრონიუსმაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 93 წლის ასაკში კათოლიკოსების 59 წელს 17 მარტს გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს დერეფრიტკი ტრაილერების გატარება კლებას აჩვენებს იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით წლის პირველ ორ თვეში ბიუჯეტში გზათსარგებლობის გადასახადიდან 23,707,000 ლარი შევიდა, რაც წლიურად 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. იანვარ-თებერვალში საქართველოს გზებით 67,726 ტრაილერმა ისარგებლა. შარშან ამავე პერიოდში კი ტრაილერების რაოდენობა 69,998 შეადგენდა. მხოლოდ თებერვალში საქართველოს გზებით 36,375 ტრაილერმა ისარგებლა და ბიუჯეტში 12,7 მილიონი ლარიც გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში 2025 წელს გზათსარგებლობიდან 171,200,000 ლარი შევიდა. 2025 წელს საქართველოს გზებით 499,391 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა. 2024 წელს ტრაილერების რაოდენობა 512,665 შეადგენდა. დღეს იწურება 48 საათიანი ვადა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანს ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი მზად არის ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას. ჰორმუზის სრუტე კი უკვე 3 კვირაა ფაქტობრივად დახურულია. შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის sapasუხოდ ირანმა სრუტეში ტანკერების გატარება შეზღუდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი ამბობს, რომ სრუტე დახურული არ არის და გეგმები ყოყმანობენ, რადგანაც სადაზღვევო კომპანიები შიშობენ ომის და არა ირანის შიშის გამო. ოფიციალური მონაცემები კი აჩვენებს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში საწყალოსნო გზა დაახლოებით 90-მა გემმა, მათ შორის ნავთობმზიდმაც გადაკვეთა, თუმცა ეს მაჩვენებელი ნორმალურ დონესთან შედარებით 95%-იანი კლებაა. შეფერხებამ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე იმოქმედა, ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც ჯაჭვურად სხვა მარშრუტებსაც გადაეცა. რა შეცვალა ჰორმუზის დაკეტვამ გლობალური კუთხით და რა ცვლილებები მოიტანა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ჩვენს რეგიონში სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით. COSCO Shipping Line-ის კომერციული მენეჯერი გივი ჩაჩანიძე შემოგვიერთდება 15 საათს და 30 წუთზე საქმის კურსში. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ იზრდება, ბოლო ერთ თვეში ნედლეული 50%-ით არის გაძვირებული. ნედლ ნავთობზე ფასი $100 აჭარბებს, რაც თვიურ ჭრილში 52%-იანი მატება. $113 ღირს ბრენტის ტიპის ნავთობი, თვის ჭრილში ზრდა 60%-ია. ფასების მატება კი უკვე აისახა საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზეც. ფასები განსაკუთრებით დიზელის საწავს შეეხო, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე მეტად სწორედ დიზელი გაძვირდა. გაზაფხულის დადგომასთან ერთად კი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორის მხრიდან დიზელზე მოთხოვნა იზრდება. ბაზარზე დიზელის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, თუმცა მოლოდინია, რომ პიკური ფასების პირობებში სექტორს სასოფლო სამეურნეო სამუშაოები მნიშვნელოვნად გაუძვირდება. საწვავის ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი, ის არა მხოლოდ უშუალო წარმოებაში არის გამოყენებული, თუმცა აქაც ძალიან დიდი ნაწილი უკავია ენერგომატარებლის ლანახარჯების სახით, ასევე შემდგომ პერიოდშიც, როდესაც მოხდება უკვე მოსავლის მოყვანა, მის გადატანას, გადაადგილებას სამაცივრო სისტემებში შენახვასაც თავისთავად ცხადია, იგივე დანახარჯი უფრო გაზრდილი ხდება და შესაბამისად ფასზე აისახება ეს ყველაფერი და თავისთავად ცხადია ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დატვირთვა მოდის პროდუქციის ფიქსირებულებაზე.
როგორ აისახება არა მხოლოდ საწვავის, არამედ სასუქების გაძვირებაც საგაზაფხულო სამუშაოებზე, ეკა გაზდელიანი მუშაობს ამ თემაზე და შემდეგ გამოშვებებში შეფასებებს გაგოცნობს. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შესაძლოა ფეროს შენადნობების ბაზარზეც აისახოს. ბაზრის მოთამაშეთა ნაწილი მოთხოვნის ზრდასელის, მიზეზი მსხვილი მეტალურგიული ქვეყნების მხრიდან მარაგების ზრდა და ახალ მიმწოდებელ ქვეყნების მოძიება იქნება. შედეგად მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა ქართულ ფეროს შენადნობებზე გაიზრდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორც არის მაგალითად თურქეთი ან ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი. თუმცა არის განსხვავებული მოლოდინიც ირანში არსებულმა ვითარებამ შესაძლებელია ფასების კლებაც გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ წელს ფერო სილიკომანგანუმის ექსპორტი ზრდასაჩვენებს. წლის პირველ ორ თვეში ფერო შენადნობების ექსპორტი 93%-ით გაიზარდა და საექსპორტო ბაზრებზე 32 მილიონ 151,000 დოლარის პროდუქციის ექსპორტის დაფიქსირდა. ტოპ 5 საექსპორტო ქვეყანა არის თურქეთი 10,8 მილიონი დოლარით, მას მოსდევს იტალია 6,9 მილიონი დოლარით და ნიდერლანდები 5 მილიონი დოლარით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარეგულირებლის მიწვევით ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწევა. დელეგაცია აერთიანებს ისეთ გლობალურ ფინანსურ გიგანტებს, როგორც არის JP Morgan, Morgan Stanley Investment Management, Kirkos Wilde, Aberdeen და MetLife, ასევე სხვა კომპანიები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის გაიმართება ერთობლივი შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან. როგორც SEBI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში თქვამი, ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო, გარემოსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააცნობენ. საუბარი ასევე შეეხება საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობას. ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი საქართველოში ყოფნისას ასევე მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაშიც. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში ბრუნდებით ზუსტად 1 საათში დაკვირვებით.